ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს უკვე მე-14 სხდომა ნისების მთავარი განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება, რის მიზეზადაც მარეგულირებელი გაზრდილ გაურკვევლობას ასახელებს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც. ამასთან ნისების ცენტრალური სცენარის დაშვებით მიზნობრივთან შედარებით მაღალი ინფლაცია შემცირებას 2026 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყებს. რა ტენდენციებია ეკონომიკაში, რა ფაქტორები ახდენს ზეწოლას ფასების საერთო დონეზე და რა ვადაში მოიაზრება რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ 7%-მდე შემცირება. ჩვენს კითხვებს დღეს სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე უპასუხებს. თამთა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მინდა რომ შევაფასოთ წლის განმავლობაში არსებული თქვენი პოლიტიკაც, ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული პოლიტიკა. გასული წლის მაისიდან არის შენარჩუნებული 8%-იანი განაკვეთი რეფინანსირების მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულამდე ფაქტობრივად ინფლაცია დიდად არ გვაწუხებდა, ხომ? შემდეგ დაიწყო გარკვეული ზრდა. რატომ ფრთხილობს, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკი, რა რისკებს ხედავს და რა რისკებს აანალიზებთ ამ ეტაპისათვის? მოგესალმებით, მევესალმები ასევე თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც აღნიშნეთ, ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას. რის ძირითადი მიზეზიც არის ის, რომ საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა რისკების ანალიზს, არა მხოლოდ არსებული ტენდენციების არავის, არამედ მოსალოდნელი რისკების ანალიზსაც. მოკლედ რომ შევაჯამოთ თუ რა არის ჩვენი ცენტრალური ხედვა და ცენტრალური სცენარი და მიმდინარე ტენდენციები, ჩვენ ველოდებით რომ 26 წელს საშუალოდ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს 3%-თან ახლოს იქნება და საშუალოდ 3.5%-იან დონეს დაუბრუნდება, თუმცა გაურკვევლობის ხარისხი გლობალურად საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობები, ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნები, რაც მიმდინარეობს გლობალურად, ეს თავისთავად გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზრებზე, სურსათის ბაზრებზე, ესევე ნავთობპროდუქტების ფასებზე და შემდეგ შესაძლებელი არის, როდესაც გაურკვეველი არის დინამიკა საერთაშორისო ბაზრებზე, მოხდეს ამის გადმოცემა ადგილობრივ ბაზარზეც. რადგანაც გაურკვევლობის ხარისხი არის მაღალი, აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი ირჩევს რისკებიდან გამომდინარე ფრთხილ მიდგომას. აქვე ვიტყოდი, რომ სწორედ ახლა ხანს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შემაჯამებელი პრეს-რელიზის და იქაც არის აღნიშნული სავალუტო ფონდის შეფასებითაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა სათანადო იყო იმ მხრივ, რომ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნეთ. მიუხედავად იმისა, რომ 24 წელს საშუალოდ ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო და თუ სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, საშუალო ინფლაცია 1.1% იყო, მაინც იქედან გამომდინარე, რომ ეს გაურკვევლობაც მაღალია, ასევე ჩვენ ველოდებოდით, რომ საბაზო დაბალი ბაზის ეფექტიდან გამომდინარე წლის ბოლოს 25 წლის ბოლოს გარკვეულწილად ინფლაცია გადააჭარბებდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ამიტომაც ავირჩიეთ ფრთხილი პოლიტიკა და სწორედ ამის შედეგია, ზოგადად სწორედ ეროვნული ბანკის ფრთხილი პოლიტიკის შედეგია ის, რომ 23 წლის დასაწყისიდან, მაშინ როდესაც გლობალურად საკმაოდ მაღალი ინფლაციური გარემო ნარჩუნდებოდა საქართველოში 2 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბალი იყო, ეხლა დროებით დაბალი ბაზის ეფექტიდან გამომდინარე და ერთჯერადი ფაქტორებიდან გამომდინარე აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს ზომიერად, თუმცა ჩვენი მოლოდინი და ცენტრალური სცენარის შესაბამისად დაუბრუნდება და ფაქტიურად ეს ტენდენციები, რასაც ვხედავთ, მიუყვება ჩვენს ცენტრალურ ხედვას. ინფლაციამ უკვე გამოავლინა გარკვეული ნორმალიზაციის ნიშნები, ნოემბრის მდგომარეობით 4.8% იყო, მაშინ როდესაც წინა თვეს უფრო მაღალი 5.2%. სავალუტო ფონდისგან რა თქმა უნდა იყო ძალიან კარგი შექებაც თქვენი პოლიტიკის მისამართით. უბრალოდ 8%-ზე როდესაც ინარჩუნებთ ინფლაციის რეფინანსირების განაკვეთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეს უფრო კომფორტული არის ბაზრისთვის, რომ გარკვეული ჩარჩო იცის რა როგორ იმოძრავებს ეროვნული ბანკი, თუ შესაძლებელი იყო მაგალითად წინა პერიოდში შეგემცირებინათ ეს განაკვეთი, შემდეგ გაგიზარდათ, რატომ არ აირჩიეთ ეს მიდგომა? ბაზრისთვის კომფორტული არის, როდესაც იციან და მათთვის პროგნოზირებადი არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები. ჩვენ განახლებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიში ასევე ვაქვეყნებთ იმას, თუ რა არის ბაზრის მოლოდინიც და ბაზრის მოლოდინიც დამხვედრაში არის და ბაზრისთვის გასაგები არის სების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეხლა რაც შეეხება თუ რატომ 8% ამ ხნის განმავლობაში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ სწორედ იმ
პოლიტიკის შედეგად, რაც ჩვენ გავატარეთ, ამის შედეგია, რომ საქართველოში მიღწეული არის ის ფასების სტაბილურობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელზე დაბალი. ეხლაც ჩვენ მართალია ვხედავთ იმას, რომ მთლიანი ინფლაცია აღემატება, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ აი ეს ყოვლის მომცველი ინფლაციური პროცესები და ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ 3-ზე მაჩვენებელთან ახლოს არის. ამის დასტურია მაგალითად საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, რომელიც სტაბილურად 3-ზე დაბალი ნარჩუნდება, ასევე მომსახურების ინფლაცია ამ სექტორში ფასები უფრო მეტად ხისტი არის და უფრო კარგად მიგვითითებს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებზე და აქაც 3-ზე დაბალი ნარჩუნდება სტაბილურად და 2.6% არის. ისევ და ისევ დაუბრუნდები საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაც, მათაც აღნიშნეს, რომ ეს ინფლაცია არის გარდამავალი და არ არსებობს ყოვლის მომცველი ინფლაციური ზეწოლა და ამიტომ ისინიც მოილიან, რომ ინფლაცია დაუბრუნდება 3-ზე მაჩვენებელს. მეკითხა თქვენ ყოველთვის პრეს-რელიზებშიც მიუთითებთ ხოლმე და გამოყოფილი არის, რომ საბაზო ინფლაცია არის მიზნობრივთან ძალიან ახლოს. აქცენტს და სწორებას ეროვნული ბანკი აკეთებს უფრო მეტად საბაზო ინფლაციაზე, თუ ინფლაციის მთლიან მაჩვენებაზე, როდესაც პოლიტიკას განსაზღვრავს. პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ გვაქვს ინფლაციის 3-ზე მაჩვენებელი, არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის 3% და თავისთავად, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას ჩვენი მთავარი თარგეტი და მიზანი არის, რომ მთლიანი ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდეს 3-თან ახლოს. ეხლა თუ რატო ვამახვილებთ ყურადღებას საბაზო ინფლაციაზე და ასევე სხვა ხისტი ინფლაციის საზომებზე, იმიტომ რომ გარდა აი ამ მაჩვენებლისა და მიმდინარე ტენდენციებისა, მნიშვნელოვანი არის რა დგას ამ ტენდენციების უკან. და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური და ერთჯერადი ფასების კორექტირებამ, დაბალი ბაზის ეფექტმა 20-24 წლის დაბალი ინფლაციასთან შედარებით, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასებზე, გარკვეულ სურსათის ფასებზე მოხდა ფასების ზრდა, რაც საქართველოს გადმოეცა. კერძოდ აი კონკრეტულმა ესეთმა მოვლენებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მთლიანი ინფლაცია არის მაღალი და სწორედ ეს გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას და საფუძველს, რომ ინფლაცია მხოლოდ დროებით იქნება ამ დონეზე და დაუბრუნდება 3-ზე მაჩვენებელს. ჩვენ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას კომიტეტზე, ვაფასებთ ინფლაციურ ტენდენციებს, ასევე განსაზღვრავთ პროგნოზებს, რისკებს და კომპლექსურად ყველა აი ამ კომპონენტის ანალიზის შეჯამების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ასევე არის, რომ დაბალი ინფლაციასთან ერთად იყო შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდაც, რაც ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო პერიოდს გულისხმობ. ეხლა ვხედავთ, რომ მოთხოვნა გარკვეულწილად ნორმალიზდება, თქვენც მიუთითებთ თქვენს პრეს-რელიზებში ამაზე ხოლმე. რამდენად სწრაფი არის ეს ნორმალიზების, ასე ვთქვათ, ტემპი და ზოგადად აი დღეს მოთხოვნას რა ბუსტას, იმიტომ რომ წინა პერიოდებში იყო მაინც მიგრანტების ეფექტმა მოთხოვნა გაზარდა. დღეს როგორი არის შეფასება და რა ტენდენციებს ვუყურებთ ამ მიმართულებით? ეკონომიკური ზრდა პოსტკოვიდო პერიოდში საკმაოდ მაღალი არის 20-21 ბოლო 4 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, წლევანდელ წელს რა მონაცემებიც გვაქვს წინასწარი 7.6%-ია და ეროვნული ბანკის პროგნოზით საბოლოო 7.4% იქნება. ძირითადად აი ამ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები. კერძოდ, რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით 2023 და 2024 წლის განმავლობაში და ასევე 2025 წელსაც იზრდება უფრო მეტად პროდუქტიული სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რაც ასევე ნაკლებად იმპორტ ინტენსიური არის. ესეთი ტიპის ანალიზით ცენტრალური ბანკისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მოთხოვნასთან ერთად, როდესაც პროდუქტიულობა და ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც იზრდება, ეს არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან დამატებით ზეწოლას ფასებზე. თუმცა, როდესაც გარდატეხა ხდება და გარკვეული ტიპის სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს ეკონომიკაში, იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც პარალელურად იზრდება, თუმცა ჩვენი შეფასება ყოველთვის იყო, რომ შემდგომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ დაუბრუნდება გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. და ამის ნორმალიზაციის ნიშნები უკვე გამოავლინა ჩვენ. ამ ნორმალიზაციისთვის ხომ არ იქნება საჭირო რეგული განაკვეთების შემცირების ნაწილზე იფიქროს ეროვნულმა ბანკმა, თუ აქ რას მიენიჭება უპირატესობა, თუ თქვა ეკონომიკის ზრდა შედარებით შენელ და პრიორიტეტი რა იქნება ეროვნული ბანკისთვის?
და ქვეყნისთვისაც. პირველ რიგში აღნიშნავ ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ როდესაც ვამბობთ ნორმალიზაციას, ვამბობთ იმას, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები, რაც ეხლა განაპირობებს მიწოდების მხრიდან და ეკონომიკის ჯამური წარმოების მხრიდან უფრო მაღალ პროდუქტიულობის ზრდას, ეს ეტაპობრივად გრძელვადიან ტრენდული ზრდით გაიზრდება. ეხლა რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრიორიტეტებს, აქ ცალსახად აღნიშნავ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ეს არის ფასების სტაბილურობა და ჩვენ ყოველთვის მოქმედებთ ფასების სტაბილურობის მანდატიდან გამომდინარე და თავის მხრივ ფასების სტაბილურობა ეს არის საძირკველი და საფუძველი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვდგებით გადაწყვეტილების მიღების წინაშე, ინფლაციის ტენდენციებიდან, რისკების ანალიზიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას. ბოლოს კი მინდა რომ მომავალზე ვისაუბროთ, თქვენ კი ახსენეთ, რომ მომავალი წლისთვის გადასახედიდან არის ესეთი სცენარი, ცენტრალური სცენარი, თქვენი რომ მომდევნო წლის მეორე კვარტალში უნდა დაუბრუნდეს, ასე ვთქვათ, ინფლაცია 3.9%-იან ნიშნულს. რა ტიპის რისკები შეიძლება გამოიკვეთოს ამ მიმართულებით? აი დღეს რა ტიპის რისკებს ხედავს ეროვნული ბანკი? მithumetes რომ გარკვეული მიმართულებით რაღაცა მომსახურების ნაწილში შესაძლებელია რომ ჩვენ დავინახოთ ფასების ცვლილებაც. რა მოლოდინები გაქვთ? რამდენად რჩება თქვათ ეს ცენტრალური სცენარი თუ შესაძლებელია რომ იგივე მაღალი ინფლაციური ან დაბალი ინფლაციური სცენარების დადგეს უფრო განხილვის ეტაპზე? როდესაც ხდება პროგნოზების განახლება და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღება, იმ დროს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თუ როგორი ვითარება არის შიდა ბაზრებზე, ასევე საგარეო ბაზრებზე, ყველა ამ ანალიზიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეხლა რაც შეეხება თუ რა სცენარებს ვხედავთ დღეს, ამ ცენტრალურ სცენართან ერთად, რომელიც მოიაზრებს, რომ 26 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.3%-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება, გვაქვს ორი სცენარი, მაღალი ინფლაციური და დაბალი ინფლაციური სცენარი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ გაურკვევლობის ხარისხი გლობალურად არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად, რისკები ორივე მიმართულებით არის, როგორც მაღალი ინფლაციური სცენარისკენ, ასევე დაბალი ინფლაციური სცენარისკენ. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თუ როგორი იქნება ნავთობის ფასების დინამიკა, საერთაშორისო სურსათის ფასების დინამიკა, ამას გადმოცემა იქნება ჩვენზეც. თუ აქ იქნება მზარდი ტენდენცია, ეს თავისთავად შემდეგ და საკმაოდ შედარებით უფრო სწრაფად ხდება ასეთი ტიპის პროდუქტების გადმოცემა ადგილობრივ ბაზარზე. ასევე თუნდაც დაბალი ინფლაციურ სცენარზეც რო ვისაუბროთ, არის პირიქითაც შესაძლებელი, რადგანაც გაურკვევლობა არის, რომ პირიქით შესაძლებელი არის, რომ რა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ამ დაბალი ინფლაციურს? დააჩქაროს ასე თქვა დაბალი ინფლაციური, თქვა დაბალი ინფლაციური სცენარის ერთ-ერთი ფაქტორი რაც არის ის, რომ გლობალურად დოლარის პოზიცია არის საკმაოდ სუსტი და თუ ეს დოლარის სუსტი პოზიცია ხანგრძლივად შენარჩუნდება, ეს იმპორტირებული საქონლის არხით პირიქით შეიძლება დაბალი ინფლაციური ზეგავლენა მოახდინოს. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებზე და საკმაოდ ესე მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და გარკვეულ ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს, პროდუქტიულობის და საკმაოდ მაღალი ნარჩუნდება და პირიქით მზარდი ტენდენციაც აქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პერსონალის ხარჯი ერთი-ერთეული პროდუქტის წარმოებაზე ეს მცირდება და ამას სხვა თანაბარ პირობებში პირიქით ის ინფლაციური ეფექტი აქვს. ამის ნიშნები შრომის ბაზარზე უკვე გამოვლინდა, მწარმოებლობის ზრდა საკმაოდ გაზრდილია და მზარდ დონეზე არის და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პირიქით დაბალი ინფლაციური სცენარის რისკის მატერიალიზება შეიძლება მოახდინოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პოლიტიკა ცენტრალური პროგნოზიდან, ასევე რისკების ანალიზიდან გამომდინარე ითვალისწინებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ ინფლაცია და ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ძალიან დიდი მადლობა თამთა თქვენი სტუმრობისთვის და გაზიარებისთვის. ინფორმაციის თამთა სოფრომაძე, სების მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. ჩვენი სტუმარი საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათი და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში დროებით.